მოკლედ, ნახეთ. აი უყურეთ. არა და წყალი დამუტოვე, ანუ ძე რო ჩავასხი და აი როგორ გასქერდა. ეხა ეს გეგასთვის მივაქ, გეგა ადგა. მერე უნდა მოვრეც ორითებში და ის ჭიქები და რაც ყავისთვის დავსვარე, ეგენი მაქვს. ცომი უნდა მოვცომო, რომ ოგოდეს ხაჭაპური მოუსწრო. ბედი უნდა წამოაუცილებო. ხოდა მინდა ეხა ჩვენ ეს ადას გავუკეთე ჩაი, მარტო ჩაი ძალიან მოყვარს. აქედან მომდინარე ძვირფასებო. აქ ჩავყაროთ საფუარი. სადერთი კობზი არ არის დავამატე. ცოტას. ასე. შაქარი. მე თვალის ზომით ვწდები უკვე რამდენი რა არის და აქედან გამომდინარე ვუი მეგონა ჩანდა ჯანდაბა სატენზე მაქვს ძვირფასები მაგიტომაც არის რომ ესე ვარ ძე მაიონეზი ზეთი და მარილი თავისთავად როდესაც უკვე ფილს დავაკეთებ. ჩემი კოქტეილი ჯერ ნახევრამდე მაქვს. ხოდა ეს არის და ეს. ძე იმიტომ რომ არის მოკლედ აქ კი მაქვს ანადუღარი ვარა ნახო ერთი შევართმობ და როგორი იქნება იმის მიხედვით გავაკეთებ შეიძლება ის ამგურებელი არ ვქნა იმიტომ რომ ის არ დავაფუჭო ამგურებელი ახლა შემდგომში უშინაც დავაკეთე ტიტიანი ყველი და ერთი ტიტიანი ყველი გამოვიყენე, ორი ყველი დავჭა. ოდეს რადგან ხაჭაპური უყვარს, მაგიტო გადავწყვიტე ეხლა უცებ ცომი. კარტოფილს შემწვალ მე რა თქმა უნდა, სანამ წავალ თორის ნახევრისთვის კარტოფილიც შემწვარი მზად მექნება. მაგრამ მანა მინდა რომ თორი მოცემო ხაჭაპური აფაზე უყვარს და აფაზელი გამოვარცხო. აბა ეხა ამას ვუყურებ, რამდენიც ხემია. ჩემ დედამთილ მეუბნებოდა რა აქვსო, მაგრამ ეხლა იმდენი რა ვიცი ჩანს ცხიმი ძალიან კარგად ამ იმაში. მოკლედ აი ეს გავიკეთოთ ეხლა ჩვენ. კიდევ ვინმე დამიწერს ჩემ თმაზე დამწვარი გაქესისო არ მაქვს რაც თავი მახსოვს ბავშვობიდან მე ესეთი თმა მაქვს. ასე რომ რაც არის ეგ არის ესეთი ჩემი თმა. ის ვიდა ხის რეზინა. საწაიღო ამ გოგომ რომელიმე რომ ათხოვოს არა დამალოს დედიკო ის ჩემია. არ შეიძლება ეგრე იყოს. რატომაც არ. კაი მოკლედ კარგია არ გაფუჭებულა. უი კაი ესე უნდა გავაციო ეს თორე იქ მერე ის არივარგებს რა ქვია მაგას დროჟი საფუარი არი მოქმედებს კიდე ცოტა всё მე მგონი ეხა ეყოფ
აი ესე. Წყალი თავას ხაუბრალოდ რომ მე ძალიან ადვილად გავრეთ, ხო? აი ესე. ეხლა ჩავამატოთ ზეთი თვალის ზომით, ვის რამდენიც გინდათ იმდენს უზამთ, ვინც მაიონეზი. ერთ გამოყენებაზე კიდე გამომადგება. კვერცხი არ მაქვს, აქედან გამომდინარე, ცილას ვეღარ ვუზამთ. არა უშავს მაგის გარეშეც. მაინც კარგი მოდის. ზოგი საერთოდ არ უშვება ცილას. ერთხელ ისე დამემართა, რომ დამავიწყდა ძალიან ბოლოში უკვე სქელი რო იყო ცომი, მაშინ გამახსენდა მარილი და მაგიტო მიდევს ეხა აქ რომ დროულად ვუყო. ესე ჯერჯერობით ამით ამოვიდა და მერე გადავალ ხელით მოზელვის პროცესზე. გეგა ჭამე! გადასწინავს გეგა ადგა. აი ასე. ამდენი ის რო იქნება, всё. დავიწყებ მოზელვას. ის არ მეყვანს ის რო ჩანს, მაგრამ აი ასე. მაინც არ ჩანს იქიდან. კარგი, მოკლედ უყურეთ, ამ სისქის როცა არის უკვე, ეწებება რა თქმა უნდა ხელზე, დავამატოთ ზეთი და გავაგრძელოთ ზეთით მოზელვა. თუ გამოგივიდეს, უფრო რაღაცნაირი კაი ცომი რა ვიცი. ესე გაჩვენებთ მე. ამას უხდება გადაზელვა ცომს შევასუნებთ 10 წუთი და მერე რო გადავზელთ, ეგეც უხდება, თუმცა ისედაც გამიკეთებია. ნახეთ, როგორ იცვლება უცებ მერე ცომი. ეხა ძვირფასებო, ეს არის უკვე შეყოვნებული, ეხა გადავზელ ისევ და გაჩვენებთ. ეს აქედან უნდა მეჩვენებინა, აი უყურეთ. აი უყურეთ. აი უყურეთ. აი ამიტომ მიყვარს, ჯერ სად არის ეს ხა? ჯერ ვზელმე, მხოლოდ ერთხელ შევაყოვნე. და აი ესეთი სათხაც 5 წუთი, მეტი არც. აი უყურეთ. და ძალამაკ. არ გაქვს, ბოლომდე უნდა ჭამო. მიდიდე. აი ასე. აი ასე. გასაგეთებია. ხაჭაპურის ცომს ვზელ. შევამოწმოთ გეგას აქვს თუ არა ძალა. არ გაქვს ჯერ, ბოლომდე შეჭამ. მიდი. აი, всё. მივატოვე მე უკვე მოზელვა. თუ მექნება დრო, კიდევ გადავზელ, მაგრამ მე მგონი არც უნდა რა ვიცი მე იყოს. ისედაც არაა ცუდი ცომი, მაინც ძალიან კაი ხაჭაპურები გამოვა. თქვენ თუ არ დაგზარდებათ, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გადაზილოთ. ეგ არის და ეგ. ეხლა სანამ მე ამორეცხვას შევუდგები. ფილი შევინახოთ. ზეთი შევინახოთ.
და დავიწყო რეცხვა პირველ რიგში, იმიტომ ვიწყებ ეხა რეცხვას რომ აი აკეთებს და თავსახოს მოძებნი და მე შევინახა ისინი ჯერ არა მშრალი ერთად გავამშრალებ მეზარება ეხა ცალ-ცალკე იმიტომ რომ გარეთ ერთი ვანა უკვე სავსე გავიტანე რომ გავფინო და ეხლა კიდე თეთრეულმაც მორჩა გარეთ სხვა ასე რომ წამალასუცება მოვეცხავ და გავფერ თიქრობ რომ სად გავფინო არ ვიცი რომ დამისურდეს ეგ ამინდა არ ვიცი დღეს წავიყვან თუ არა ამას ანუ ძალიან კი მინდა რომ წავიდეთ მაგრამ გეგას გავიგებ დღეს თუ მეორედ ექნა მისასვლელი 6-ისთვის თმის შესაჭრელადაც მინდა მიიყვანოს და ღმერთო ექვსაათზე მოასწრებს, იმიტომ რომ ესენი ემზადებიან ეხა გამამთავრებელი რო არის გეგა და ისინი ბაღში სკოლაში რომ მიდიან ესენი ემზადებიან რომ ქალაქში ეგეთი წესი ყოფილა მეგოდეს დროს იცით თქვენ რომ მეგოდეხში არ მაინც არ გამყავდა ბაღში და აქედან გამომდინარე თურმე გოდეს დროსაც ყოფილა სადღაც 5 წუთიანი რაღაც ან ცეკვით გადიან ან სიმღერით თურმე და ეხა ცეკვით გადიან ამიტომ არ მინდა რომ გეგას გავაცდენინო დღეს თუ მუხრანი არ გამიბრალს და მე გეგას ხვალ წავიდა არა მგონია 6-მდე მოსვლა მოასწროს აბა ამან მუხრანი მართეთ ხო უნდა შეჭრაშათ დრო გეგა ბოლომდე დედიკო მიდი ეს ბრინჯი რო გავრეცხე ის კონტეინერია მხოლოდ გოდეს წავაყვანინე ვქნავა რომ გაბრალდე
უნდა ჭამო ბოლომდე დედა. Leaves. Mulch. Pushing მე და მუხამ გამოვიტანეთ ესენი ყველაფერი, ესენი უკან მოვწმინდეთ, მოვასუფთავეთ და ისევ მიად გამოვიტან. იმიტომ რომ რაც მოვედი მარტო ეს გამოვიტანეთ ერთხელ. თორე ის უკან არც გამოვიტანია ჩვენ. მე არ ვიცოდი რა ვიცი მე გამოდიოდა სიმართლე რო გითხრა. ხოდა ეს როა მიშენებული ისე მეგონა ესეც, მაგრამ მე რო დავფიქრი კი სისულელეა თქო. ხო დედა რა შეჭირდება მე? ხო. მეტი არ უნდა, აბა ხინკალი იყოს. 12 წელს დედას უტირებდა. ეს ბოთლი მე მინდაო. გაგიჟდა ეს კაცი და ეხლა კიდე არ მიაქვს. ეს ცოტა აქეთ ყოფილა. მოსაჯენი. ისე დამგვარად. ოქროს იმდენი მაქვს. იმდენი. არ ვიცი წავიყვანო თუ არა. იმიტომ რომ 5-ზე იქიდან უნდა გამოვიდეთ, მაგრამ იქიდან ისე უცებად არ უშვებენ. ეხა 1 საათით მაშინ რომ ვიყავი, კიდე გადაამეტე კაცმაც. ხო და არ ვიცი რა ვქნა. კაი, წავედი ახლა მე. გავფენი მათ და მე მოკლედ გოდე მალე მოვა. ყველი გამოვიღე. უნდა მოვასწრო საათამდე. კი, რას არ მოვასწრებ, გადმობრუნებულია და ადას ჩაცმულია, გეგა ჩაცმულია, უბრალოდ იმას ვიზამ. გამოვაცხობ ხაჭაპურს და всё. ეგ იქნება, ცომი აფუებულია. წვიმა დაიწყო, ამიტომ შემოვყარე ყველაფერი, შიგნით გავფინე, ერთმანეთზე გადავკიდე, სხვა გზა არა მაქვს, იმდენია, გარეთ ხილები, მოკლედ ყველის მარილი. მე მგონი ცოტა უნდა. ძალიან ბევრი ყველია ეხა ეს ყველი. გადავადგი.
აი ასე. ამდენი გამოვიდა, ცოტა არ არის ეგ. ნახეთ. აი უყურეთ. როგორი ლამაზი გამოდის. აი უყურეთ პროსტა. ეხლა ყველიანი ხელი მოვკიდე და აი ნახეთ. ნახეთ. აი ესეთი პური მიყვარს სველტაფაზე. ზეთიანზე არა, წყლით სველტაფაზე. ძალიან მაგარი პურები გამოდის, თუ დამიჯერებთ. რა თქმა უნდა. ძალიან მაგარი ის გამოდის. აი ესეც ასე. მეორეც უნდა ავიღო. იმიტომ რომ ადასაც უნდა. ასე. რომ მოგრუნდებით, მერე ისევ გამოვაცხობ. მოკიტოს უყვარს ხაჭაპური და ამიტომ ისევ უნდა წავიდეთ ჩვენ მერე ანუ დღეს ორჯერ მომიწევს წასვლა. გოდეს ფეხებია, ფეხების ხმა. სუსტად ვიცი. აჩა, ხოსკოჩი გამიწვია. ხაჭაპურს ვაცხობ დედიკო და გოდე 5 ლარი როდისთვის გაგმისატანიდე? დღეს უნდა მიგეტანა? კაი, მერე რა ხოლმე იტანა. გვიანი ხო არ არის? არ ვიცი. დღეს ეხა იქნება ჩვენ რომ მივალთ. არა მგონია. დედიკო აგერმედო, მაგიტო გითხარი, წაიღებ მეთქი. მოგიკვდეს დედიკო დე. როდის არის ეს რაღაცა? ცირკი რაღაცა. ხო. შვიდმარის. კაი დე. გადამემოწმებინა და მერე კაზამირა მასწავლებელზე. 7 მაისამდე არ მაქვს მისატანიო მითხრა ამ ბავშვს. არ მინდა ისე დარჩეს. მოკლედ ესეც ასე შემოკარგებო. ცომი მე ეს ცომი ვისაც ვასწავლე, ხო დედი? ყველას აი დედიკო, მოეწვა. აი ბიჭის და გოგოს ოთახიცა იქ სპორტზე. ო დედიკო და უნდა გამოიცვალო. გამოვიცვალე. ჭკვიანი დედიკო არ გაცივდები მერე. დღეს არ წავალთ ქალაქში, მე მგონი. უყურე არაფერი მაცია, მარტო ეს მაცია. და კარგია. ო დე, დიდი რო იყო მაგიტო მოგეცი. ესა ეხა რო უყიდე. ეს. პატარა ექნება, არა მეთქი თვალით ხვდები რომ ჩემი შვილი ზომა რომელიც ეს არის მე. კარგი ზომაა. კი დედიკო უფრო ეს გუშინ წინას 4 დღეს წინან 3 დღეს წინ იყო. რო ვიყიდეთ. ხო. არა, უფრო ადრე იყო. ფული რომ მივუტანე რომ ვაჩვენე ვიდეოში, იციან დე ხო ვაჩვენე. ის ოლებიანით ესეთი დიდია. მეტით გრძელები მე არ მიყვარს ბავშვებზე. ეხა ვიცი ჩემი გემოვნება ბევრს არა აქვს. დედიკო ისე ანუ არ ვიძახი რომ საუკეთესო გემოვნება. ხაჭაპურს. ხო და უბრალოდ მე როგორც მომწონს მეც ისე მაცვია და ჩემ შვილებსაც ისე აცვიათ, რა ვიცი, მე არ მიყვარს ძალიან ფარტხუნები. და ეხა რო აცვიათ რა ბევრი რამე მე არ მომწონს და მომკალით. ასე რომ ჩემს აზრებს მე არავის არ ვახვევ თავს, რაც არ მომწონს მე არ მაცვია.
ეხლა სხვამ როგორც უნდა და როგორც თვითონ ეკომფორტულება, ისე ჩაიცვას, ხო, ამ შარვალზე დამიწერეს. ელასტიკივით არის ძალიან თხელია. მე ქამარი რო არ მოვიჭირო, ესე მგონია რომ შარვლები მძვრება და აქედან გამომდინარე მე როგორც თავს ვგრძნობ კომფორტულად, ისე მაცვია. თუ ვინმეს მე ვაწუხებ ჩემი ჩაცმით და არ მოსწონს, რა თქმა უნდა, არც უნდა მიყურებდეს. რა ვიცი. იმიტომ რომ რაც არ უნდა იძახონ, თათია შენ ეს არ გიხდება და ესაჩვენი, მე ბრმა არ ვარ. ჩემი თვალები ძალიან ლამაზად ხედავს ყველაფერს. ხო და აქედან გამომდინარე, მე როგორც მინდა ისე მაცვი. ბევრჯერ ვთქვი და სულ ესე იგივეს ლაპარაკი რატომ მიწევს ვერ ხვდები. კაბები მიყვარს, ყველა მიცის რომ მე მიყვარს კაბები. რა თქმა უნდა, მეც მევა ესეც. ჩავიცმევ კაბებსაც. განა არ მინდა ეხაც რომ ეცვას. მინდა ოღონდ ეგ არის რომ არ მაქვს იმისი ის რა ქვია. გარეთ რომ მიწევს გასვლა, მე მიწევს რომ გამოვიცვა, რომ ჩავიცვა, ეხა ამის თავსახურის ადავდე. ხო და აქედან გამომდინარე არის ძვირფასება, რომ არ იმავშვები, კაი ამას არ იმავშვები. არ ვიცმებ კაბას, თორე მე ზაფხულში მაგალითად კაბის გარდა, რა ვიცი, მე მგონი მოგენატრება შარლებით რომ ნახო. ყოველთვის განსხვავებულად, არ ვიცი როგორ თქვა, არც ის მინდა რამე სხვანაირად გამომივიდეს. სულ მეცვა მე განსხვავებულად, ანუ მე რომ მეცვა ისე, ბევრს არ ეცვა. და თუ სადმე მივდიოდი, ვაიმე თათია, შენი ჩაცმის განხილვა იყო, ქალები რომ მოვიდნენ, ბიჭოს რა გავაკეთო? ილაპარაკონ ადამიანებს. იმდენად აქვთ ეგ ის განვითარებული, რომ სულ სხვებზე ლაპარაკობენ, თუ ერები არ დაუყევი და არ დააჭერი ყველას, სხვანაირად ვერ ზღუდავ, რომ არ ილაპარაკონ და ილაპარაკონ კაცო. რას დავიძებ ხა? რა სიტყვია? არც მეინტერესებს, მე მაგალითად. რატო უნდა მადარდებდეს ეხა ვიღაცამ რა თქვა? ვინ ჩემ Facebook შეხართ მეგობრებში, ნახეთ რა კაი რაღაცა გავაზიარე. თუ შენზე ბევრს ლაპარაკობენ, სულ შენზე ლაპარაკობენ, ესე იგი იმიტომ რომ მართლა კარგი ხარ. და თვითონ იმ ადამიანებს ჩრდილავ შენი სიკარგით და თვითონ თავიანთი სახე რომ ჩანს, შენი სიკარგე უფრო მეტად აღიზიანებთ. მე ხო გითხარით? რამდენჯერ მითხრეს, რომ აი მაგიზიანებს, რომ აი ესეთ, მე იმ ადამიანმა ეს ცუდად კი არ მითხრა. კარგი იმით მითხრა, გულით. იმიტომ რომ ადამიანს მოკლედ სადაც არ უნდა რაღაც დამეთმო, იქ მე არ ავყევი, იმიტომ რომ მე არ მიყვარს დაცემა იმ ადამიანების დონეზე. ეგ იყო და ეგ. ასე რომ ვინდა საუბრობს, საერთოდ არ მაინტერესებს. იმიტომ რომ ყველას თავისი ნასაუბრები თვითონ რჩება. თორე მე რა ვიცი. ეს არის და ეს ჩემო ძვირფასება, ჩემი მოსაზრება. ყველაზე ვერ შეიდავები ბევრ რამეში. პასუხისგებლობასაც აზრი არ აქვს. მაგიტო არ ვიძახი, ეხა მივატოვე всё მეთქი. ეხა ამ პირველ ნაჭერს ათას პატარა რო არის გავუყოფ მე ადასაც და გოდესაც გეგას ეს არ უყვარს. ხო და მანამ ისიც მოასწრებს უფრო მეტი გოდეს.
აი ვერ წარმოიდგენთ ესეთი ხაჭაპური როგორ მიყვარს ეუღლეთ როგორი თხილზე თხილი ადა დაგიჭრა ხაჭაპური ხო პატარებად და თმა გვა გასაკეთებელი მარტო დანარჩენი მზად არის აიღე აგერ ჩანგალი მე პატარა მინდოდა აგერა დაიჭიე კიდე რიკო წაიღე ის და კიდე ვასწრებ ეგერ მეორეს ჩემი კიდევ კაი საათს მივხედე ის წაიღე რიკო და კიდევ მოვასწრებ ადას თვალსაც გავუკეთებ და წავალ ჰე წადი მალმალე ჭამეთ ეხა კაი ამათ აქ ჩავყოვე გასარეცხს და რამეს არ იმასშვები ეხა მე ეს ქვილი ცომით და რამით გაფუჭებული არ არის ამიტომ ჩავამატებ ეს ამოვიღე თორე არ ვიყავ სომსოვზე ვდი გოდე მერე შენ წაგიყვანს მამიკო დღეს თმის შესაჭრელად იმიტომ რომ დღეს გეგას მეორეჯერაც ექნება ცეკვა მე მგონი ხო კოქტეილთან დაკავშირებით კითხვა იყო რომ ავნებს თუ არა ანუ ჯანმრთელობისთვის როგორი იქნებაო და ძვირფასებო ისეთი არაფერი არ არის აქ მაგალითად ამ კოქტეილში რამაც შეიძლება ადამიანს აწყინოს მაგრამ ის ქალი ამბობს მე ვის ვიდეოსაც მოსმინე თუ ვინმეს აქვს კუჭნაწლავის პრობლემები და დიაბეტი იმათმა არ უნდა მიიღონ მთელი დღის მანძილზე უნდა სვათ ლიტრა ნახევარი მაინც თქვა იმ ქალმა და არ იძახის 3 ლიტრს წყალი ხო და გინდა უშაქრო ჩაი ყავა მეტი ხილს არ იძახის თუმცა მე გითხარით როდესაც დატვირთული დღე მქონდა 2,400 დავიკელი ერთი ნაყინიც მივაყოლე ზედ ოღონ სადღაც კონცერტი რომელზე დამთავრდა დედი რომელზე დამთავრდა მათი ცეკვა არ მახსოვს რა მოკლედ საღამომდე იმას ვქედი ნაყინი საღამომდე მივიღე სადღაც 7 საათამდე ალბათ იმიტომ რომ მე მაგალითად ყველაზე მეტად ეს მიადვილდება აქედან გამომდინარე ეხა აქედან გამომდინარე არის რომ ამას ვიღებ თუ მოვკვდები ჯერ მიმიყურეთ მაშინ თუ რამე დამემართება არ უნდა მიიღოთ და თუ რამე და მერე დაიწყეთ მაგრამ მეორე დღეს გავსკდეთ ეგეც არ შეიძლება არც ღომი და ყველი არავითარ შემთხვევაში ღომი ასუქებს ტყვილი არ ასუქებს უბრალოდ გბერავს არა ხალხო ასუქებს ჩემსავით ვისაც ღომი უყარს უნდა მიიღოს მაშინ სადღაც 2 საათამდე
ზაფხულში მაგალითად და მერე ჩვეულებრივ იმას იზამს. აგერ მოგცემ დედა კიდე. რა. ხაჭაპურს დე. დედი. კაი, ხა შეჭამე და ჯინსები უცებ. ჯინსები კი არა და ჯინსები უნდა გაიხადო უცებ მეთქი იმის თქმა მინდოდა. ძალიან უცებ უნდა გავიხადო. კაი, მე დაგიჭრი. მანამ გაიხადე და ეგერ რო გავრეცხე გასაშრობად დავდე შენი შარვალი. სადა? ეგერე. ვერ მოასწრდა ის გარეთ დღეს. კიდევ კაი რო აქ დავდე. გადავაბრუნო? ხო დედი, ხო, შენ ხო იცი მაგის გაკეთება. დავუჭრათ. აი? ეს დედა ხალხო როგორ მენატრება, ლუიზა დეიდასი, მაიასი და რა ეკვა, ფიქრია. მაგათი გამომცხვარი ის რა ქვია, ხაჭაპური. ესე გადმობრუნებული ტაფასე ვაიმე რა მაგარი იყო. აი ვერ წარმოიდგენთ წყალტუბოში საყოლიაში ცხოვრობენ ეგენი, არ ვიცი. იმედია ოდესმე აღმომაჩენენ. იმედი მაქვს. უფრო სწრაფად გამოვიცვალე. უბრალოდ გზა არ მახსოვს, თორე ძალიან დიდი სიამოვნებით მოვძებნიდი. გზა არ მახსოვს და არ ვიცი, წად ამასაც დაუჭრი. თუ უნდა კიდე. ხო და როგორ მიყვარს ის ხალხი, ვერ წარმოიდგენთ. ვერ წარმოიდგენთ მართლა. ძალიან მიყვარს ისინი ყველა. ისე მიგვიღეს, აი ისე მიგვიღეს მანდრო. წარმოიდგინეთ ჩვენი დედის ტოლა ქალებიც კი სულ ცდილობდნენ რომ ჩვენ მაინც მე და ჩემი დავიყავით და ჩვენ მაინც რომ გქონოდა სამსახური. ანუ სამუშაო იქ. და წარმოიდგინეთ, თავიდან არ ვიცოდი, უხრახუშზე მუშაობა და ეს ქალები როგორ გვეხმარებოდნენ. ანუ თითქმის თვითონ აკეთებდნენ თავიდან სანამ გვასწავლიდნენ ხრიკებს, როგორ უფრო მალე და როგორ უფრო ადვილად მოვკრებდით და როგორ ლამაზკონას გავაკეთებდით და მე ვჯობნიდით უკვე. მართლა, აი ამას რამდენი გულით ვიცახი. ვფიქრობდი და მერიდებოდა და დედაჩემთანაც და მიზობილი ქალი იყო კიდე. ბევრჯერ მithქვია, რომ აი როგორ მერიდება, რომ იმდენს გვეხმარებიან, ესე ვფიქრობ, რომ მაგათი ნამუშევარი ფული მოგვაქვს სახლში მეთქი და აი იმათაც ვეუბნებოდით, რომ აი არ გინდა მაინც ვიყოთ და იმას ვისწავლ რა, ჩვენით მივხედავთ თქო, მაგრამ მერე რომ იმას ვქენით, მერე ჩვენც იგივეს უკეთებდით, ანუ არ გავრბოდით სულ წინ და წინ, იმათაც ვეხმარებოდით. ხოჩაბდე და რომ მოვარდგე და კარტოფილს შეგიწვა. მე პიურესაც გავაკეთებ, დედი, რომ ხინკალი გაიგო. ხოდა ესე შემოკარგებო. ძალიან მომენატრნენ, ძალიან კაი იყო იქაურობა. ძალიან კარგი. ასე რომ წავედი ახლა ძირფასებო, დაგემშვიდობებით. და არ ვიცი მოვალ თუ არა, მაგრამ თუ რამე და გადავწყვიტე, იცით რომ მოვალ. ცოტას მოვასწრებ. 10 წუთი გვაქვს კიდე ჯერ 10 რო ესე გადავალ. ბედნიერ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას. დიახ.